ომისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე ვაშინგტონიდან უკრაინის მიმართ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ისმის, რაც უკრაინისთვის მორიგ გამოწვევად იქცა. არჩევნების ჩატარებამდე ომში მყოფმა ქვეყანამ ამერიკულ მხარეს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა, რომლის დეტალებსაც მხარეები საგულდაგულოდ მალავენ. პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის ელიტური კორუფცია მოსვენებას ისევ არაძლევს და პრეზიდენტს საკუთარი გარემოცვის მასშტაბურ დანაშაულებს ახსენებს. დიდი ხანია იქ არჩევნები არ ჩატარებულა. თუ გამოკითხვებს გადახედავთ, მოსახლეობის 82% მოითხოვს შეთანხმების დადებას. უკრაინაში კორუფციის უზარმაზარი პრობლემაა. ეს არ არის ვინმეზე ჩრდილის მიყენება. ვაშინგტონის მიმართ მადლიერება საყვედური სტორმა გადაფარა. ახლა უკრაინამ უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხისმგებლობა ამერიკას. სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების მოგვარება კი საკუთარ თავს დააკისრა. ასე გაანაწილა პასუხისმგებლობები ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა და ვაშინგტონიდან უსიამოვნო მოთხოვნების საპასუხოდ არჩევნებთან დაკავშირებით უმაღლესი რადას წარმომადგენლებსაც შეხვდა. მე არ დაუშვებ არანაირ სპეკულაციას უკრაინის წინააღმდეგ და თუ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ჩვენი საკვანძო პარტნიორი ვაშინგტონში, ამდენს და ასე კონკრეტულად საუბრობენ უკრაინაში არჩევნებზე საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის პირობებში, მაშინ ჩვენ ყველა კითხვასა და ეჭვზე კანონიერი პასუხები უნდა გავცეთ. უსაფრთხოების გამოწვევები დამოკიდებულია პარტნიორებზე, პირველ რიგში შეერთებულ შტატებზე. პოლიტიკურ და სამართლებრივ გამოწვევებს კი პასუხი უკრაინამ უნდა გასცეს და ეს ასეც იქნება. ევროპული პოლიტიკური ელიტა ახლა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაა. პროცესი ჩიხში შედის, რადგან საკითხზე სრულ შეთანხმებამდე ბრიუსელს ახლა უკვე ბელგიაც აშორებს. საკუთარი ქვეყნის დასაცავად ბარტ-დე-ვებერის სამართლებრივი ზომების მიღებით, ევროკავშირი კი ბელგიის სრული იზოლაციით იმუქრება. რა თქმა უნდა, სასამართლო დავას არ გამოურიცხავ. თუ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც მნიშვნელოვან რისკებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას. რუსეთის ცენტრალური ბანკის ფულის მოპარვაზე ნამდვილად უკეთესი გადაწყვეტილებები არსებობს. ეს მძიმე ნაბიჯია. მე ვთვლი, რომ მე ძალიან არაგონივრული და დაუფიქრებელია. მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ვაშინგტონი მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილებს ინაწილებენ და რუსეთის დასჯის მექანიზმებს ამუშავებენ, აგრესორი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოზე თავდაუცმელობის პირობას დებს და უკრაინის შესახებ ვაშინგტონისთვის გადაცემულ დამატებით წინადადებებზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ჩვენ გეგმებს ნატოსა და ევროკავშირის წევრების წინააღმდეგ არ ვაწყობთ. ჩვენ მზად ვართ წერილობით იურიდიულ დოკუმენტში ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დავაფიქსიროთ შესაბამისი გარანტიები. ევროპა ახლა მილიტარისტულ პოზიციას იკავებს. თუ ევროპა რუსეთთან ომს გადაწყვეტს, ჩვენ ამისთვის ახლავე მზად ვართ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის შესახებ დამატებითი წინადადებებიც უკვე გადავეცით, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. გარდა იმისა, რომ ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვი თანდათან მცირდება, კულუარებში იტალიის პრემიერი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მტკივნეულ კომპრომისებზე წასვლისთვისაც ამზადებს. იტალიურმა მედიამ არც უკრაინის კრიტიკაში მოიკოჭლა და აღნიშნა, რომ ჯორჯა მელონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 90 წუთიანი დისკუსიისას უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერზე ზეწოლასაც არ მორიდებია.